დღეს ვისაუბროთ მოკლედ იმაზე, როგორ გამოვაყენოთ სწორად მანქანა. ხა ეს წითელი აყენია და გვინდა ესე გავიყვანოთ, ავიყვანოთ ზემოთ და ესე ჩავიყვანოთ იქეთ ხარეს. ნახეთ, ანუ ჩვენი მისია რა არის, რომ ეს მანქანა ესე გავიყვანოთ იქით, ესე წამოვიყვანოთ და როგორ არის თვითონ პროცესი და ამოვიყვანოთ აი აქ უკანა მხარით და წინით ესე ჩავიდეთ, ასე ვთქვათ, არკაში გავიდეთ სავალ ნაწილზე და როგორ ხდება ეს პროცესი. მოკლედ, პირველ რიგში რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა არის აქ მთავარი ამ ვითარებაში. ვითარებაში რა არის მთავარი? მთავარი სიტუაცია. ანუ ნახეთ, აი უნდა ვიმახსოვროთ, რომ აი ეს ბურბალი არის ესა. აი ეს ბურბალი არის წერტილი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ სარკიდან უყურებთ ამ ბურბალს. ხო, ანუ ყოველთვის აი ამას არც ამ ნაწილს უყურებთ, არც ამას, აი მთავარი არის ეს ბურბალი, ეს წერტილი. ჩვენ ჩავჯდეთ და პირველ რიგში ანუ რუჩნია ხელის ტორმოზი მუხრუჭია მოწეული, მაგასაც გასწავლით კიდე, რომ დავქოქოთ. ასე გას მივაჭიროთ, ცოტა ზრავი ვამუშაოთ. ახლა რა ხდება? რაც შეეხება მანქანის დაყენებასაც, აი ოდნავ აღმართია რა. თქვათ ჩვენ შევაყენეთ მანქანა ზემოთ, აი თქვათ მოვედით ხო, გავჩერდით. და რას ვაკეთებთ? ანუ ნახეთ, პირდაპირ პარკირებაში არ ჩააგდოთ აი ამაში, პეში, არ ჩააგდოთ ეს, იმიტომ რომ თვითონ კარობკას ექნება დატვირთვა. თვითონ გადაცემათა კოლობზე იქნება დატვირთვა რა, რასაც თქვათ აზიანებს კოლობს, ანუ რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ჩავაგდოთ, აი ხედავთ იქ ნეიტრალში, აქ ნეიტრალში ვაგდებთ ამას და ამოვწევთ აი ამ რუჩნოეს რა, ხელის მუხრუჭს, ასე ვთქვათ. და გავუშვებთ ტორმოზს, ფეხის ტორმოზს გავუშვებთ. ისე რომ მანქანა რაღაცნაირად უკან წაიწია, გაჩერდა და მერე ვაგდებთ აი ამ, ასე ვთქვათ, ამ პეში პარკირებაში და ვაქრობთ. აი ესა სწორი ისა საერთოდ დაყენება. არა პირდაპირ პეში, ჩვენ ნეიტრალში, მერე ხელის მუხრუჭი უნდა აწიოთ და გავუშვათ ფეხის მუხრუჭ ტორმოზს და მანქანა რომ დადგება, რაღაცნაირად უკან წაიწევა, გაჩერდება, ეს როცა არის აღმართ-დაღმართია. ამ შემთხვევაში ყველა ვარიანტში უნდა ეს, იმიტომ რომ კარობკაზე იქნება დატვირთვა და პეში და არ დაგავიწყდეთ კიდე კარობკაში ზეთის შეცვლა ყოველი 80,000 კილომეტრში ერთხელ. რა ვიცი, ხა ტოიოტაში მომიწევს შეცვლა, იმიტომ რომ ტოიოტაა თვითონ ეს და უკეთესი. კაი, ახლა რაც შეეხება გაყვანას. ხო, ჩვენ დავქოქეთ, ვაჭერთ ფეხის ტორმოზს, პეშია ჩავწიეთ ეს, აუცილებლად აქაც ჩაქვრება ეს ბრეიკი რაც არის თუ რაღაცა. და რას ვაკეთებთ? ვაგდებთ ერში. აი ვაკვირდებით ახლა სარკეს იქით, ხედავთ მანძილი არის. ეს რული საჭეს სწორად უნდა იყოს და მივდივართ ქვემოთ. და ვაკვირდებით რას? აი ამ პაკრიშკა უნდა გაცდეს, ასე ვთქვათ, ნახეთ, აი რა დონემდე უნდა ჩავიყვანოთ, რომ ახლა აი რომ ეს ის წერტილი, ის პაკრიშკის წერტილი აი ამ მანქანის კუთხეს უნდა გაცდეს. აი ნახეთ, ეხლა დავაყენე, ვთქვათ, ჯერ N-ში, ჩამოვიდა მერე P-ში და შევხედო. აი ნახეთ. რა, ხო. თავარი არის, რომ ნახეთ, რა მომენტია.
აი ეს ხაზი არის, აი ეს მნიშვნელოვანი ხაზი. აი ეს წერტილი არის, აი ეს ადგილი უნდა იყოს, სადღაც აქ აი ამას უნდა გაცდეს და მე თორე მანამდე სწორად ჩამოდიხარ. სწორად მოდიხარ, აი რომ ხა აი სწორად ხო ჩამოვედით ახლა სიტყვაზე. აი ჩავაგდეთ ენი პარკირება. დააკვირდით. ახლა რა მომენტია. აი ფაქტიურად აი ეს წერტილი აი ეს გაცდა ამას რა და აი ესე უნდა ჩამოიყვანოთ სწორად. ნუ აქაც არის მანძილი. და შემდგომ რას ვაკეთებთ? შემდგომ ვაკეთებთ ასეთ რაღაცას, აი ჩვენ ხო გვინდა რომ ეს უკანა მხარე წავიდეს აქეთ ხარეს. ანუ ჩვენ რეალურად გვინდა რომ ეს მანქანა დადგეს იქეთ და ამიტომ უკან რომ მივდივართ ამ საჭესაც შესაბამისად იქით ვატრიალებთ. ჩავაგდებთ ერში, უყურებთ აი ამ ეკრანს, აუცილებლად სარკე, აქეთაც სარკე, იმიტომ რომ ცვირმა იცის აქეთ სირბილი და აი ამ საჭეს ბოლომდე ვატრიალებთ. ნახეთ? ახლა რა ხდება? აი ვატრიალებთ ბოლომდე. ნუ უყურებთ აუცილებლად სარკეებს ამას ნელ-ნელა და რას ვაკეთებთ? ვასწორებთ პროპორციულად ამ კედელთან რა. აი ხედავთ? ახლა რა მოხდა? ახლა გაჩვენებთ. ხო. როგორ დალაგდა ეს? ხო. შეხედეთ, აი. ნუ მანქანა თითქმის ისა გასწორდა. ხედავთ, აი ერთი დატრიალებით არ უნდა ეს ბევრი ტრიალი და რაღაც. თავია სწორად გააკეთე. იგივე ვარიანტი ეს. ორბალი უნდა წამოვიყვანოთ ეს. მოვიყვანოთ აი აქ და ისევე ვატრიალებთ მარჯვნივ. ნახეთ. ხო, ეხლა ეს გასასწორებელია ეს. რომ სწორად უნდა. ხო, გავსწორდით ახლა. გავსწორდით, ჩავაგდეთ ერში, ვასწორებთ საჭეს რუს და მივდივართ უკან. უყურებთ სარკეებს. ამასაც. ხო, ცოტა შეგვიძლია ოდნავ აქეთ მივწიოთ. ოდნავ აქეთ. ხო. აი ნახეთ ახლა. აი ჩვენ აი ამ მონაკვეთს ხედავთ, აი ამ მანქანის კუთხეს გავცდით, შესამ და შეგვიძლია ავიღოთ მარჯვნივ. თან ვაკვირდებით აი ამას, რომ არ მოედოს. უყურებთ აუცილებლად სარკეებს, იქითაც, აქეთაც. всё, საკმარისად. აი ცოტა გავასწოროთ. მე ტორმოზი D და ასე ვთქვათ, აი გავდივართ. და მნიშვნელოვანი რაღაცა იყო. მნიშვნელოვანი მონაკვეთი, ხო, აი კარებს გავაღებთ. აი ხედავთ ახლა თქვენ მარცხნივ არის მანქანა, იმისათვის რომ ამას აუაროთ, ჩვენ უნდა წავიდეთ აი ცოტა ესე მარჯვნივ და რაღაცნაირად ესე მოვიდეთ, ჩვენ თუ პირდაპირ ვარ და მოვუხვიოთ, ვერ გავალთ. აი ნახეთ, მარცხნივ გვინდა. ეს ვედი გავიკეთოთ. აი ნახეთ, აი პირდაპირ არა. პირდაპირ არა. აი ცოტა აქეთ უნდა წავიდეთ, ნახეთ, ოდნავ აქეთ ავიღოთ, იმიტომ რომ მობრუნების საშუალება უნდა გქონდეს და რაც მნიშვნელოვანია, უნდა გავჩერდეთ. იმიტომ უნდა გავჩერდეთ, რომ უნდა ვნახოთ, აქედან ხო არ მიდის ავტომობილი, ხო არ მოდის. აქედან ხო თავისუფალია და აუცილებლად ეს უნდა ჩავრთოთ ეს სიმსიმა თუ პავაროტი.